რა არის საჭირო იმისათვის, რომ მუდმივად გქონდეთ სახლში და ჯიბეში ბარაკა? პირველი და აუცილებელი არის, რომ გქონდეთ წმენდა გაკეთებული და არ გქონდეთ არანაირი ჯადო, რომელიც გავლენას ახდენს თქვენს ჯანმრთელობასა და ფინანსებზე. ბარაკას ხელს უშლის ასევე სტრესი, დეპრესია და მუდმივად ტოქსიური გარემო. თქვენ ვერ ახერხებთ საკუთარი თავის რეალიზებას, არ გებადებათ დიადი იდეები და შეიძლება მთელი ცხოვრება გაატაროთ უბრალო სამსახურში, უბრალო ხელფასზე. ასევე ჩვენი ქართული მიდგომა, რომ პატიოსანი შრომით ფულს ვერ გამოიმუშავებ, დიდ ფულს. დიახ, 21 საუკუნეში პატიოსანი შრომით ნამდვილად დიდ ფულს გამოიმუშავებ, რა ადამიანები სოციალური ქსელით მილიონებს გამოიმუშავებენ, მაგრამ ვერ აკეთებენ სტრატეგიას. შური, ბოღმა და სიზარმაცე ყოველთვის შეგიშლით ხელს განვითარებაში, პირიქით, როდესაც ადამიანს შეიძლება გულზე არ გეხატებოდეთ და მთლად სიყვარულით არ იყოთ განწყობილი, მაგრამ არც შეგშურდეთ, არც დაიბოღმოთ, იმიტომ რომ თქვენ შეიძლება ფული იშოვოთ, მაგრამ ეს ფული, ესე ვთქვათ, როგორც იტყვიან, არამად წაგივიდეთ წამლებში და ასე შემდეგ. იმისათვის, რომ გქონდეთ მუდმივად ბარაკა, არის აუცილებელი 7 გონება და სხეული. რა თქმა უნდა, თუ თქვენ გინდათ ფულთან ერთად ჯანმრთელობა, იმიტომ რომ ზოგს ახლა შეიძლება ჯანმრთელობის ფასად უნდოდეს ფული, მე ესე არავის არ უსურვებ. მე ვსაუბრობ ბარაკასა და სხეულის და სულის სიმშვიდეზე, აბა რა თქინდა ფული თუ ჯანმრთელი არ არის ადამიანი. ბარაკისათვის აუცილებელია სიმშვიდე და 7 გონებაზე იბადება დიადი აზრები და თქვენ იზიდავთ გარშემო კარგ ხალხს, რომელიც ბიზნესს, რა ვიცი, ყველაფრის დაწყებაში შეგიწყობენ ხელს, ან მინიმუმ სამსახურს დაგაწყებინებენ, კარგ იდეებს მოგაწოდებენ და ასე შემდეგ.